ეს არის GL 2014 წლის მოდელი, ძალიან კარგი მანქანაა. მაგრამ აქვს ერთი სერიოზული ნაკლი, ეს არის უკანა სავარძლები. მართლა როგორი საშინელი სავარძლები. ასეთ მანქანას ასეთი ცუდი უკანა სავარძლები ნამდვილად არ უნდა კონდეს. ხო და ჩვენ ვაპირებთ ამ უსამართლობის გამოსწორებას, ამოვიღებთ ამ უკანა საშინელ სავარძელს, დივანს და ამის ნაცვლად შევაყენებთ S კლასის, ოღონდ წინას არა, ისევ უკანა ელექტრომართვად, მასაჟიან, გათბობიან, ვენტილაციან, სულ დივანს. ოღონდ შევწევთ ცოტა უკან. დასრულდა ჩვენ GL-ზე სამუშაოები, უკანა სავარძლები. უკანა თავის დივანი ამოვიღეთ, გადავაგდოთ, ჩავდგით S კლასის უკანა ელექტრომართვადი კომფორტული დივანი და ვნახოთ როგორი გამოვიდა. რა შედეგი მივიღეთ. პირველი რასაც ვიზავ, ჩავჯდები წინ და წინა სავარძელს გავისწორებ ჩემზე. წინა სავარძელი გასწორებულია ჩემზე. მშვენივრად ზივარ, ძალიან კომფორტულად. ახლა ვნახოთ რამდენი ფართი არის უკან. როდესაც უკან დავჯდები, ჩემი თავის უკან. პირველი და ყველაზე უმთავრესი ცვლილება ეს არის ფართი უკან ამგზავრისთვის მანძილს ხედავთ რამდენი მანძილია ჩემი ფეხებს და წინა სავარძელს შორის, ძალიან ბევრი, სადღაც 40 სანტიმეტრი მიახლოებით. და შორ მანძილზე მგზავრობის დროს არანაირი დისკომფორტი არ შემექმნება ფართთან დაკავშირებით. აქ გვაქვს ასევე ხელის დასაყრდნობი, რომელიც შემიძლია გადმოვშალო. ჩავატაროთ ესეთი ექსპერიმენტი და ვეცადოთ ფეხზე გადადება ისე რომ არ შევეხოთ წინა სავარძელს, უპრობლემოდ ვჯდები ესე. ფეხზე გადადებული არ ვეხები წინა სავარძელს. გვაქვს 221 S კლასის სამართავი პულტი, რომლის მეშვეობითაც შემიძლია ვამოძრავო სავარძელი. ვენტილირება და მაქვს გათბობა. და რაც თავარია ფართი.